რეალურად უნდა შევაფასოთ ის ჯგუფი, რაც ჩვენ შეხვდა, ძალიან რთული ჯგუფი არის. ესპანეთის ნაკრები ვიცით რა ნაკრებიც არის და რამდენად რთული არის მათ წინააღმდეგ თამაში. ძალიან ბევრჯერ ვეთამაშეთ. მე პირადად დაახლოებით 7-ჯერ თუ 8-ჯერ ვეთამაშეთ ჩემ კარიერის მანძილზე და ძალიან რთული მოწინააღმდეგეა. რაც შეეხება თურქეთის ნაკრებს, ალბათ და ბულგარეთის ნაკრებს, ხო რა თქმა უნდა, ამ გუნდებთან თუ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა გინდა, აუცილებლად უნდა მოიგო რომელიმე თამაში. ერთ შანსი არის ჯგუფიდან გასვლის, რომ თურქეთი დაამარცხოთ და ამის გვჯერა. რეალობა ეს არის. ალბათ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორია გარკვეული მოთამაშეების მდგომარეობა და რამდენად განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან. ზოგმა მათგანმა ბოლო 6 კვირის განმავლობაში 6, 7, 8 მატჩი ითამაშა. ასე რომ ვიცით ისინი ფორმაში იქნებიან. ზოგი შედარებით ნაკლებად, ეს ყოველთვის 100-ია სექტემბერში. თუმცა ამ შემთხვევაში ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა მოთამაშე, ვინც ხვალ მოედანზე იქნება, ფორმაშია და მზადაა ინტენსიური მატჩისთვის. ბევრს ვარჯიშობთ, ხოლო რაც შეეხება ახალ მოთამაშეებს, ვინც ამ ორი თამაშისთვის მოვიწვიეთ, ისინი ნელ-ნელა ინტეგრირდებიან გუნდში. ხვალ თუ არა, მომავალში მათაც მოუწევთ გუნდს რაღაც შემატონ. თავიანთი мотиваცია და პოზიტიური განწყობა. თუმცა ამ დროისთვის ახალი მოთამაშეებითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.